ეს კვირა მართლაც გამორჩეული იყო საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომელსაც შეგვიძლია მაფორმირებელი, ასე ვთქვათ, მოვლენების სტატუსით მივანიჭოთ. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი გეოპოლიტიკური სუბიექტების, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრას. შეფასებებით დავიწყოთ. Გავიხსენებ ტრამპის და თავად სი ძინპინის შეფასებებს. სი ძინპინი საკმაოდ თავშეკავებული იყო, თუმცა ძალიან ასე ვთქვათ, პოზიტიურად მოიხსენია შეხვედრა თავისი შედეგებითაც. ტრამპმა თქვა, რომ 10 ბალიანი სისტემით თუ შევაფასებთო, 12 ბალიანი შეხვედრა იყო, თუმცა იქ სოიოს ექსპორტზე და ასეთ თემებზე იყო ლაპარაკი, თუმცა მინერალების ექსპორტის თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც უსმინე თავად ამერიკელი კომენტატორების ნაწილი ამბობს, რომ ესო მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებაო მომავლისთვისო და ზოგი ამბობს, რომ ამოღებული დამბაჩებიო ერთი წლითო ბუდეში ჩააგეს. აი თქვენ რა ვერსიას ემხრობით ან თქვენი აზრი როგორია? პირველი არის ის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა კომენტარში, ეს არის ორი გლობალური ლიდერი, რომელსაც ეკუთვნის მთლიანი შიდა პროდუქტის, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 50%, 50 ტრილიონი დოლარი, ცოტა უფრო მეტიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ამ შეხვედრით და არა მხოლოდ კომენტარებში გამოიხატა ეს, არამედ იმაში, რომ შეთანხმდა ტრამპის ვიზიტი მომავალ წლის აპრილში ბეიჯინგში და შემდგომ საპასუხო ვიზიტი, რომელიც შედგება ან მომავალ წლის ბოლოს, ან 27 წლის დასაწყისში ვაშინგტონში პრეზიდენტ სი ძინპინის. აქედან გამომდინარე, მთელი რიგი საკითხები გადაწყვეტა. 26 აპრილში იქნება ტრამპის ვიზიტი. და საპასუხო ვიზიტი ვამბობდი 27-ის დასაწყისში, ან შეიძლება იმავე წელს განხორციელდეს, რაც იქნება უპრეცედენტო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, მაგრამ შედეგით დამთავრდა, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა, მთელი რიგი ტაქტიკური საკითხების იყო გადაწყვეტილი. და თუ ქვეყნები შეთანხმდნენ, ეს ორი ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ შეხვდებიან ერთმანეთს აუცილებლად აპრილში და მე კიდევ შემდგომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსიჯეს სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტის გზები და მეტნაკლები ერთიანი ხედვა ამ საკითხების გადაწყვეტასთან არსებობს. რა საკითხები შეიძლება იყოს ეს? პირველი, ეს შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომი და მეორე ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა. და აქ ძალიან საინტერესოა, რომ ტრამპის მხრიდან გაჟღერდა ერთობ მივიწყებული ტერმინი G2. და ეს G2 არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ამითი ხაზი გაუსვა ტრამპმა, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს მის მთავარ გლობალურ პარტნიორს თუ მოწინააღმდეგეს და ფსონსდებს ჩინეთთან ურთიერთობებზე და თუ ჩვენ დავაკვირდებით თუ როგორ მივიდნენ ამ შეხვედრასთან ორივე ლიდერი სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ მივიდა უფრო თვითდაჯერებული ამ შეხვედრაზე. რაც შეეხება ბატონ სი ძინპინს, ის მან ჩაატარა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პლენუმი, სადაც ძალიან გააძლიერა საკუთარი პოზიციები, ანუ იმ დოკუმენტებში, რომელიც ასე ვთქვათ, გამოიცა ამ პლენუმის შემდეგ, ძალიან ცხადად ჩანს, რომ მისი ლიდერობა და მისი ლიდერის როლი სერიოზულად გამტკიცდა ჩინეთში, ამავდროულად მთელი რიგი ფიგურებისა ან განთავისუფლებულ იქნა, ან დაკავებულ იქნა ჩინეთის, ასე ვთქვათ, პარტიული ხელმძღვანელობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც ახალი რეალობა და უახლოვეს პერიოდში, თქვათ 5-7 წლის პერსპექტივაში, ჩვენ გვეყოლება სი ძინპინი როგორც ერთი ლიდერი, ასე ვთქვათ, ჩინეთის და შესაბამისად ამას ანგარიში ყველამ უნდა გაუწიოს. რაც შეეხება ტრამპს, ისიც ძალიან თვითდაჯერებული შევიდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, მან მიიღო გადაწყვეტილებები პუტინთან დაკავშირებით. აი ეს არის ყველა საინტერესო. ჩვენ მოკლედ განვიხილოთ ის ჯაჭვი მოვლენების, რაც მოხდა, ხო? ტომოჰავკების მიწოდების დაპირება, პუტინის ზარი, შეთანხმება ბუდაპეშტზე, შემდგომ ლავროვის და რუბიოს, ასე ვთქვათ, დიალოგი და გამოჩნდა ამ დიალოგში ძალიან კარგად, რომ რუბიო არ არის ვიტკოფი
პრაქტიკულად დაუკიდა ყურმილი რუბიომ, იმიტომ რომ გააგრძელა, ასე ვთქვათ, ლავრმა თავისი ჩვეულებრივი ხაზი და მე ვფიქრობ, ეცკო ძალიან უხეში დიპლომატიური შეცდომა ლავროვის მხრიდან, იმიტომ რომ პრაქტიკულად მან ჩააგდო ეს შეხვედრა ბუდაპეშტში. ტრამპის და პუტინის და მე ვფიქრობ, პუტინი საერთოდ არ იყო ამით კმაყოფილი. შემდგომ რას აკეთებს პუტინი? პუტინი აგზავნის კირილ დმიტრიევს, რომელმაც სრულიად ჩააგდო ეს, ანუ ვერაფერს ვერ მიაღწია, შეხვდა ვიტკოვს, რომელსაც როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობებში უკვე საკუთარი როლი და მნიშვნელობა აქვს დაკარგული, პრაქტიკულად არაფრით დაბრუნდა რუსეთში და აქ მიმართა ნაცად ხერხს. პუტინმა, ხომ? ეს ბურევესნიკი, ანუ ფრთოსანი ახალი რაკეტა და წყალქვეშა დრონი, ორივე აღჭურვილი ბირთვული ძრავით. და ამ შემთხვევებში ადრე რეაქცია პოსეიდონი, ხო, ესე იგი ბურევესნიკი და ჩვეულებრივი ირიბად ბირთვული შანტაჟის ირიბად და ამაზე ეს ადრე ამერიკელებს რა რეაქცია ჰქონდა? ხო, ეს სერიოზული საკითხია, ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, თავი შევიკავთ ამ შემდეგ. ტრამპმა კი ბატონო, რა გნებავთ? აჰა, თქვენ ეს ბირთვული იარაღის თამაში გინდათ? კი ბატონო, მაშინ ჩვენც გამოვცდით ბირთვული იარაღს. მომენტალური პასუხი რუსეთიდან პესკოვი. არა, ეს არ იყო ბირთვული იარაღის გამოცდა, რატო? იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით, რომ ეხლა გააკეთებს ამ ბირთვული იარაღის გამოცდას ტრამპი, მას ნევადაში აქვს არაჩვეულებრივი პოლიგონი, რომელიც ზუსტად ამისთვის არის განკუთვნილი, რა უნდა ქნას რუსეთმა? რუსეთმა რო რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც ერთი ბირთვულიც და არ ჩაუტარებია. არ ჩაუტარებია, იმიტომ რომ ადრე ატარებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც ერთი. სემიპალატის ინფრასტრუქტურული პოტენციალი აღარ აქვს და აღარ აქვს რასთავარი არც ინტელექტუალური პოტენციალი. არც ადგილი და ბატონო გიორგი, სემიპალატის ხელა ყაზახეთი არ თუმცა შესაძლოა პუტინის გათვლა იყო თავად ტრამპის წინასწარ პოზიციებზე, ესეც შევახსენოთ მაყურებელს. ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებს ძირითადად ამართლებდა იმით, რომ ესკალაციის პერსპექტივას ხედავდა და საფრთხეს. და ამას ეუბნებოდა თავის აუდიტორიასთან, რომ ხა ეს ბირთვული სახელმწიფოა და ხო არ წავალთ მესამე მსოფლიო ომისკენ. ბაიდენი ესე იქცეოდა და ასე შემდეგ. მაგრამ გარდატეხა მოხდა ტრამპში. ამის მაგრამ ეს ამას ტრამპი აკეთებდა სრულიად გასაგებ მიზეზების გამო, მაგრამ როცა ამის გამოყენებას ტრამპზე შანტაჟისთვის ცდილობ, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული. ყისიერად გააკეთა ეს პასუხი ტრამპმა, ყისიერად და ესე იგი თქვა რომ კი ბატონო, ეხლა რას ნიშნავს ბირთვული იარაღის გამოცდა რუსეთისთვის? ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება და უდრის საერთოდ ესე იგი ამის ეს ასე ვთქვათ გამოცდა ითხოვს ბიუჯეტს, რომელიც ტოლფასია საშუალო რეგიონის წლიური ბიუჯეტის რუსეთის ფედერაციის. ეხლა იმ პრობლემების ფონზე, ფინანსური და ბიუჯეტური პრობლემების ფონზე, რომელიც აქვს რუსეთს, პრაქტიკულად არის განუხორციელებადი რამ. მით უმეტეს რომ როგორც სავსებით მართებულად აღნიშნეთ, ეს რესურსი, ინსტიტუციონალური კადრების რესურსი და ასე შემდეგ ამ თვალსაზრისით რუსეთს აქვს დაკარგული. ეხლა ეს ტრამპა არ იკმარა და დააწია, ანუ ჯაჭვი შეიკრა. დააწია განცხადება პენტაგონის, რომ ჩვენ გადავითვალეთ ჩვენი ტომოჰავკების რაოდენობა და შანსს რომ ჩვენ ამდენად შეგვიძლია ამის. ვინ გააკეთა ეს განცხადება? პიტ ჰექსეტმა, რომელიც მარტივად და ტრამპის ნებართვის გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებს. შესაბამისად, როდესაც იგი ამბობს, რომ კი ბატონო, ჩვენ ეს დავითვალეთ და შეგვიძლია გადავცეთ ტომოჰავკები უკრაინელებს, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური პრეზიდენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტი მზად არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და რაც მთავარია, მთელი რიგი, ასე ვთქვათ, რუსული ის ზეტნიკებს რო ეძახიან, ანუ ტელეგრამ არხები აქვითინდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკვე მიუნიშნებს იმაზე, რომ ტომოჰავკები რეალურად უკრაინაში უკვე არის. ჩატანილი, უბრალოდ უკრაინელები ელოდებიან საბოლოო დასტურს ამერიკელების მხრიდან ამ ტომოჰავკების გამოყენებას. ახლა ნახეთ, ეს ჯაჭვი შეიკრა, ეს სპირალი ავიდა უფრო მაღალ დონეზე, მთავრდება ისევ ტომოჰავკებით და რატო მოხდა ეს? ორივემ, ლავროვმა და პუტინმა დაუშვეს ძალიან სერიოზული დიპლომატიური შეცდომა. ლავროვს ეგონა რომ ესაუბრებდა ვიტკოვს და მისი ასე ვთქვათ ეს ტრადიციული ნარატივები იმოქმედებდა რუბიოზე, რამაც უკუ შედეგი გამოიწვია და შემდგომ უკვე პუტინის უხეში შეცდომა, რომელიც შეეცადა რომ ბირთვული შანტაჟით ისევ გასულიყო რაღაც შეხვედრაზე და შეთანხმებებზე ტრამპთან. შედეგად მივიღეთ ის
რომ შემდეგი სულა უნდა გააკეთოს პუტინმა, მაგრამ რა სულა უნდა გააკეთოს, ეხლა ამაზე თავს იმტრევენ ალბათ კრემლში, ხოლო ეს ორი გლობალური ლიდერი ნამდვილად თანხმდება ახალი თამაშის წესების ჩამოყალიბებაზე, თავისი მთელი რიგი შემდგომი შეხვედრებით, სადაც პუტინის როლი არის უკიდურესად შეზღუდული. რატომ? იმიტომ რომ ერთ კვირაში უნდა დაგემთავრებინა ომი, მეოთხე წელიწადია თითქმის სრულდება და ვერაფერს ვერ მიაღწია, ამავდროულად პრეზიდენტი სი არის სერიოზული ლიდერი, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ სიტყვებზე და მასთან მე გადავწყვიტავ თუ რა სამყაროში ვიცხოვრებთ ყველა. აი ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დინამიკა, რომელიც ვენესუელასთან მიმართებაში აქვს შეერთებულ შტატებს და როგორ ფიქრობთ, ამ ხელა მობილიზება ვენესუელას გარშემო რითი დამთავრდება და როგორ იმოქმედებს ეს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმა? მე ვფიქრობ, რომ ტრამპი შეეჩვია რაღაც გამარჯვებებს, ხო, იმიტომ რომ ის რაც მან გააკეთა ღაზაში იყო ერთობ მოულოდნელი ყველასთვის, რა თქმა უნდა, იქ სიტუაცია იდეალური არ არის, მაგრამ ხამასმა დაკარგა მთავარი მისი არგუმენტი. არც ერთი მძეველი ცოცხალი ყოველ შემთხვევაში მას ხელთ არ აქვს და ეხლა თუ ძალიან გაართულა შემდგომში რაღაც ასე ვთქვათ მოქმედებებით, საკუთარი მოქმედებებით ვითარება, მაშინ მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს მას ისრაელი და ამის ნამდვილად პოტენცია ისრაელს გააჩნია. და ვენესუელას დაუჭერენ ამაში მხარს. ვენესუელას რომ მიუბრუნდეთ? და ვენესუელას რომ მიუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ ტრამპი აქ ხედავს სერიოზული პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას მეტნაკლებად შეზღუდული რესურსებით, იმიტომ პრინციპში რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ვენესუელამ, ან თუნდაც იმ Il-76-ის მიერ მაქსიმუმ 200 ვაგნერელი მებრძოლის ჩაყვანას ვენესუელაში. ეხლა რუსეთს ყავდა რამოდენიმე სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობების ხარისხი მან დაკარგა. სომხეთი, სამხედრო ბაზა ჰქონდა სირიაში და სირია, ხო, ანუ ასადის ყოფნა ვერ უზრუნველყოფა. სადა აქ იმის რესურსი რუსეთს რო რეალურად ამის ლუზიარს არავის არ აქვს, უბრალოდ აქ მთავარი კითხავება ახლა იმაზე მიდის, სახმელეთო ოპერაციაზე წავა თუ არა და უმრავლესობა ექსპერტების და პოლიტიკოსების იხრება, რომ ასეთი რამ არ მოხდება და რაღაცა ჰიბრიდული ტიპის პოლიტიკური და სპეცოპერაციული ზემოქმედების შედეგად მიიღებს ამას. ამასთან ერთად შეგვიძლია თუ არა ვახსენოთ ტრამპის გააქტიურება ნიგერიასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა. ქრისტიანების დაცვის, ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ლეგიტიმური მოტივაციით იმ ხრი რომ იქ მართლა ხოცვაში ლეტა მიმდინარეობს, მაგრამ ნიგერია აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა და რაც თავარია, ნიგერია ნავთობის საბადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფლობელია, როგორიც არის კიდეც ვენესუელა. შეგვიძლია ეს რაიმე ერთიან კონტექსტში წავიკითხოთ, იმიტომ რომ ტრამპის განცხადებები მოვისმინეთ, რომ შეეშვით ნიგერიაში ქრისტიანების ჟლეტვას, თორემ მე სამხედრო ოპერაციას დავიწყებ ნიგერიაში. ჩემი ქმედება იქნება სწრაფი, მკაცრი და დაუნდობელი. ეს ფრაზა იყო. ხო, ეხლა ეს არ არის ისე ნასრული სიტყვები უბრალოდ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ირწმუნა საკუთარი ძალების ტრამპმა და ძალიან ასე ვთქვათ, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების შედეგად დარწმუნდა იმაში, რომ მას ამისთანა ლოკალური პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია შედარებით მცირე რესურსებით, რაც რა თქმა უნდა შესძენს მას განსაკუთრებულ წონას და მისცემს დამატებით ავტორიტეტს. ყურადღებას იმსახურებს ის, რომ ამ ორივე кейსზე, არც ნიგერიაზე და არც ვენესუელაზე ჩინელებს არანაირი რეაქცია ეს არის ძალიან უცნაური და საინტერესო ამ შემთხვევაში. განსაკუთრებით აფრიკასთან მიმართებაში. განსაკუთრებით ძალიან საინტერესო დინამიკას ვაკურტებთ. თუმცა ლათინურ ამერიკაში ჩინელებს ძალიან სერიოზული გავლენები აქვს. მაგალითად ბრაზილიაში, ანუ ბრაზილიაში ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები როგორც პირველი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთმა. ხო, თუმცა მაგრამ არგენტინაში პოზიციები პრო, ასე ვთქვათ, ამერიკულმა პარტიებმა ფაქტორის მოქმედებს ორიგარქიებში გაიმყარა პოზიციები და ამიტომ გავლენები ფართოვდება. ისე რომ ასე ვთქვათ, რომ ჩვენ დასკვნა რო გამოვიტანოთ, ბატონო გიორგი, მე ვფიქრობ, რომ მარტო რესურსები არა მხოლოდ სამხედრო და ბიუჯეტური, ამე დროის რესურსიც ძალიან ეზღუდება პუტინს და მე ვფიქრობ, რომ აპრილამდე მაინც უნდა მიიღოს ის წინადადება ტრამპისგან, რომელიც ძალიან მკაფიოდ დებს მაგიდაზე. ანუ შეწყვიტეთ ცეცხლი
მაგრამ აი შეწყვეტეთ ცეცხლის შემდეგ ის მეორე ნაწილი ამ წინადადების არ მოსწონს ძალიან პუტინს, იმიტომ რომ როგორ გრძელდება ეს შეწყვეტეთ ცეცხლი და წადით სახლში. სადმე წავიდნენ უკრაინელები, ისინი სახლში ომობენ. ეს წადით სახლში ეკუთვნის რუსებს. ამიტომ ეხლა პუტინი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, მაგრამ ყოველ ჯერზე დგება ახალი უფრო უარესი რეალობის წინაშე და თუ რაღაც არ შეცვალა თავის სტრატეგიაში უკრაინასთან მიმართებაში, უფრო და უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება რაც როგორ. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი ბატონ ვალერი ჩეჩელაშვილს.